მოგესალმებით. 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა საქართველოს პატრიარქი უწმინდი სიდეონ ნეტარესი ილია მეორე. სრულიად საქართველოს სამძიმარს ვუცხადებთ. ამ ხრის მანძილზე ჩვენს არც ერთ სოციალურ სივრცეში არ დაგვიდევს იუმორისტული ვიდეო და ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადაუხადოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ამხელა ძალა და ერთიანობა გამოიჩინა ბოლო ამ დღეების მანძილზე. ეს იყო დიდი გაერთიანება, რისი მონაწილეებიც ჩვენც ვიყავით. რადგან ამ ვიდეოს დებთ ჩვენს YouTube არხზე, გვინდა ყველა იმ YouTuber-ის მიმართ გამოვხატოთ დიდი პატივისცემა, რომელთაც არანაირი კონტენტი არ გაუკეთებიათ თავიანთ YouTube არხზე, არამედ პირიქით. თავიანთ სოციალურ ქსელებში განათავსეთ სამძიმრის ფოტოები და ვიდეოები. ასევე გვინდა შევეხოთ იმ YouTuber-ებს, რომლებმაც სტრიმის გათიშვაც არ იკადრეს, არამედ პირიქით, როდესაც ხალხი უწერდა კომენტარებს პატრიარქის გარდაცვალებაზე, ისინი უბრალოდ შლიდნენ და აიგნორებდნენ ამ კომენტარებს. პატრიარქის დაკრძალვის დღეს ჰიტამ გიგისთან ერთად დადო YouTube გადაცემა ეცადე არ გაიცინო. ადამიანს იმდენი IQ უნდა გეყოს, რომ მთლიანად საქართველო გლოვობს, ამხელად კივილს განიცდის და შენ YouTube გვერდზე არ უნდა დადო ვიდეო. საქართველოში მომხდარი მოვლენების შესახებ გიორგი კალატოზი და ტატო ბაციკაძე საკუთარი მორალური პედესტალიდან აფიქსირებენ აზრს, გამოხატავენ თავიანთ მკაფიო შეხედულებებს. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვინახავს თქვენი არც ერთი გაზიარებული ვიდეო, არც ერთი გაზიარებული ფოტო პატრიარქის შესახებ. დღეს ორშაბათობაა და იმედს ვიტოვებთ, რომ ამ დიდი ტრაგედიის შესახებ რაიმე კომენტარს მაინც გააკეთებთ. ჩვენ კი ჩვენს მცირე რიცხოვან გამომწერებს და იმ ადამიანებს, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. პატივიცეთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ქართველებო ერთმანეთი და არის რაღაცეები, რაც YouTube-ზე, TikTok-ზე და სხვა სოციალურ სივრცეებზე მაღლა დგას.